ჯონ და გოგოები სად არიან? მე სკოლაში ვარ და ისინი არ არიან. როგორ მოხდა ასეთი რაღაც? გოგოებო, სად ხართ? სკოლაში ვარ და თქვენ სად ხართ? გეოლდებით. დიანა, საყიდლებზე ვართ. ძალიან მაგარი იდეაა, მაგრამ მე რატო არ მითხარით? მეც მინდოდა წამოსვლა. დიანა, ცადე შენი გაღვიძება, მაგრამ ჩაგეძინა. ხო და ჩვენ ახალი ტანსაცმელი გჭირდებოდა. კარგით გოგოებო, მალე მოდით იცოდეთ გეოლდებით სკოლაში. მიდით კარგად. ჩემი საყვარელი მეგობრები, რა მოსაწყენია სკოლა მათ გარეშე. გამარჯობა დიანა, შეიძლება ვისაუბროთ? აქ რასაკეთებ ლეილა და მე და შენ რაზე უნდა ვისაუბროთ? დიანა, მოდი ვისაუბროთ იმ ფაქტზე, რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი მომპარე, გახადე მე ამბოხე და ახლა მეგობრის გარეშე დავრჩი. რამდენი რაღაც უნდა გააკეთო ჩემს წინააღმდეგ? ლეილა,იანა არ მომიპარავს შენგან. კასტინგი გქონდა, მოვიდა, ისტორია მოგვიყვარ, შენ როგორ უღალატე და ჩვენც ავარჩიეთ. მისმინე დიანა, შენთან საჩხუბრად არ მოსულ ვარ, მაგრამ ჩემს მეგობარს თავი დაანებე და გახდეს ისე ვირთხა, თორემ ყველა შენს cheerleaders რაღაცას გავუკეთებ და ვირთხებად გავხდი იცოდე. ლეილა, მე მუქრები? მომისმინე, ჩემი მეამბოხები არასდროს გახდებიან ვირთხები და ხო, თუ იანასთან მეგობრობის აღდგენა გინდა შენზეა დამოკიდებული, გააკეთე. ჩემზეა დამოკიდებული? დიანა, ვერც მივდივარ მასთან, იცი რატომ? იმიტომ რომ შავსიაში დამამატა, შენ უთხარი რომ მე გაეკეთებინა? ლეილა, არ მithkoms მისთვის არაფერი, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა. რა რთულია დიანასთან კამათი. ლეილა, გამოდი გასახდელიდან. გამოვდივარ. მია, გადასახდელად მზად ვართ ბარათით. კარგი იყოს ბარათი და თქვენი უფროსის გარეშე, დიანას გარეშე რატომ ხართ აქ? იმიტომ რომ ჩაეძინა. ხო, ძალიან უყვარს ძილი. და დიანა მთელი ღამე გაათენა, ეძებდა ახალ შეყვარებულს და იპოვა? ეგ შენ აღარ გეხება. გოგოებო, წავიდეთ სკოლაში, დიანა გველდება. ხო, წავედით. უბრალოდ შეკითხვა იყო, კლიენტებს რამეზე ხო უნდა ვესაუბრო? ეს სმაილია ასე რაზოც არ გამოიყურებოდა. უბრალოდ დიანაზე დარდობს. სმაილ ტირილი გამოსავალი არ არის. მეგობრებო, რა ვქნა, ამ პომპომებს დიანას ხელების სუნია. თქვენ არ გენატრებათ მერი და კნობა. მე მენატრება დიანა. არაფერი სმაილ, უბრალოდ სანამ რამეს გააკეთებ, შენი ტვინით უნდა იფიქრო. ხო, გოგოები მაინც გვაიგნორებენ. და კნობა, მე ყურადღება საერთოდ აღარ მაქცევს. გვერდით ისე ჩამივლის, თითქოს კედელი ვარ და ვერ მომჩნევს. და რა მეგობრებო, სხვა ვიღაცეები რო იპოვონ. მოიცა რაღაცა მოწვება. ეს რა არის? ეს დიანას საჩუქარია, მაგრამ არ ვიცი როგორ მივცე, მასთან მისვლაც კი მეშინია. მოიცა დიანასთვის საჩუქრის ყიდვა გადაწყვეტე, დიმამ უკვე აჩუქა საჩუქარი, თან ზუსტად ეგეთ ყუთში. ხო, იგივე ყუთში და შეგნით ბაჭია იდო. ხო, მართალია, ბაჭია, მას ბაჭიები უყვარს, მე კიდე დათვი ვუყიდე. მოკლედ, მეგობრებო, cheerleaderები მალე უნდა დაიბრუნოთ. დიმა უკვე დიანას ბაჭიას ჩუქნის, მალე კოსტა მერის პაემაზე დაპატიჟებს და ეს კიდათ. კოსტა დაპატიჟებს მერის პაემაზე. მომისმინე მასკოთ, შეგიძლია ჩვენ გოგოებს შენ დაელაპარაკო. მათ უკვე ძალიან ბევრჯერ დაველაპარაკე და მე არ მისმენენ, cheerleaderები თქვენ თვითონ უნდა დაიბრუნოთ. კარგი, მოკლედ, დღევანდელი გეგმა რო კნობა დავიბრუნო. უნდა გავიხსენო რა გაუხარდება, რა მოწონს. შენ და კნობა ხო ერთად იყავთ და არ იცი რა გაუხარდება? ხო, გამახსენდა დათვები მოწონს, მან შეგიძლია შენი დათვი მომცე. არა, მიდი და შენით იყიდე. მეგობრებო, იფიქრეთ. კარგი, მე მინდა ორმაგი ბურგერი და ტირამისუ. კარინასთვის პიცა ორმაგი ყოლით. და მოჰიტო. იცი რა, გუშინ დიმამ დიანას საჩუქარი აჩუქა. ბაჭია. საათისფერო არავის არ უთხრა, დღესვე დავიბრუნებ. დიმა, ნუ მატყუებ, ვიცი რომ არ გამოართმევ. კარინა, გუშინ კაფეში ძალიან ცხელოდა. ყველა გოგო საცურაო კოსტუმებში იყო, გამოიცანი ვინ მოიგო. რას გულისხმობ, ყველა საცურაო კოსტუმებში კოსტა შენც იყავი? მე ერთ-ერთი ჟიური ვიყავი. ღმერთო ჩემო, გამოიცანი ვინ მოიგო. წვანემ? ხო, რა თქმა უნდა. მე ამბოხეებმა. მისმინე, აი ეს რამდენი ხანი უნდა იყვნენ ეს ბაყაყები ასე. ხო, არ მესმის რა სჭირს ამ კაფეს. ეს თქვენი სპორტ დარბაზი კი არ არის. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. ჩვენ გავიმარჯვებთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. ჩვენ გავიმარჯვებთ. ვიცი კაფეში რატომაც ვარჯიშობენ, უნდათ რომ ყველამ გაიგოს, რომ ახალი გოგო ყავთ. მართლა ახალი გოგო ყავთ? გუშინ ხომ მოგწერე კარინა, არ გინახავს? არა, არ მინახავს. რა ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. რას ნიშნავს ეს ხომ ბანის სლოგანიდან არის, რატომ აკეთებთ? თქვენ ბანი აღარ ხართ, მე ამბოხეები ხართ. და ახლა ეს ჩვენი სლოგანი გახდა. ბაყაყებო, ჩვენ მე ამბოხეებიც ვართ და cheerleaderებიც ბანი. ამიტომ არ მინდა მეორედ დავინახო ეს რაღაც თქვენ სლოგანში. აი ეს მარწყვის მოჰიტო მინდა. დავამარცხეთ? კი.
ხო, ძალიან გაღიზიანებულია. აი, სმარტ მოჰიტო. გასაგებია, პიცა 4 მოჰიტო უნდა გავაკეთო. ხო, დიანა მათ შეუკვეთა. დიანა მოვიდა, დიმა მიდი გამოართვი საჩუქარი. საათისფერო ახლა არა, მე დიანა სახლში მივალ და დავიბრუნებ. მასთან სახლში წახვალა რა, დიმა საბოლოოდ გადაწყვიტე ვის სახლში მიდიხარ. ლეილა, რა მოხდა, რატომ ხარ სევდიანი, ჩემი ბრალი ხო არა? არა რაიან, შენ ძალიან მიყვარხარ და ურთიერთობაში ვართ, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მეგობარი ხომ დავკარგე და ძალიან რთულია ჩემთვის ამის დანახვა. ვახ, ისევე სიანა, თუ გინდა მეგიშოვი მეგობარს, ძალიან ბევრ გოგოს ვიცნობ. რა? ბევრ გოგოს იცნობა რა? ვინ გოგოებს რაიან? ცეკვის გაკვეთილებსა და ხატვის გაკვეთილებზე დავდივარ მათთან ერთად. და კიდევ? მოკლედ გოგოებო, დიანა გაოცდება, ხო? აუ, კიდევ ეს ლეილა. წავედით, დიანა ვიპოვოთ ჩქარა. Yana, გავიგე რომ შავსიაში ჩამამატე. არ გინდა რომ დამელაპარაკო? არა, ლეილა, მართლა არ მინდა. Yana, წამოდი. მოდი ვარ მე ამბოხეებო. კარგი, რაიან მიპოვე ახალი მეგობარი. მარტივია, რომელი გინდა ქერა, შავგრემანი თუ წითური? არ მადარდებს რაიან. გამარჯობა დიანა. გამარჯობა გოგოებო, ძლივს მოხვედით, იმდენხანს გეოლდებოდით. მარტო რომ ვზივარ ამ კაფეში არ მომწონს, მგონია რომ შიშველი ვარ და ყველა მე მიყურებს. დიანა, არ უნდა ჩაგძინებოდა, იმდენი მაგარი რაღაც ვიყიდეთ, ამ ზედას შეხედე, დასასვენებლად რომ წავალ გამომადგება. დიანა, შეხედე, ეს ვარდისფერი სვიტრი ვიყიდე საბოლოოდ. ძვირი იყო, მაგრამ მაინც. დიანა, მე ორი ქვედაბოლო ვიყიდე, ეს ბუჭყუიალა, იმიტომ რომ მინდა რომ ყველაზე ბუჭყუიალა ვიყო მე. გოგოებო, მე არ ვიყიდეთ არაფერი? დიანა, ეჭვგებარება ჩვენში რა თქმა უნდა გიყიდეთ. დიანა, რა თქმა უნდა არ დაგვიწყები ხარ, ნახე, ეს გიყიდეთ, შენ როგორც მოგწონს. გოგოებო, რა საყვარლები ხართ? აი, ის კიდევ 3 მარწყვის მოჰიტო. ჯანდაბ არ მესმის, ეს თავიანთი ნაყიდი ტანსაცმელები აქ რატო უნდა განიხილონ? ხო, განყუთვა არის, მაგრამ მაგარი ტანსაცმელები აქვთ. ხო, მე ამბოხებს ფული აქვთ, მაგრამ ჩვენ არ გვშურს, გოგოებო, არ გვშურს, ისედაც უკეთესები ვართ. ხო, არ გვშურს, მაგრამ ცოტათი გვწყინს. ისევ საშოპინგოდ იყვნენ, მთელი კვირა ეს ყვითელი ზედამაცვია და ისინი ყოველდღე ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ. დიმა, სამამდე დავთვლი და თუ არ წახვალ და არ გამოვართმევ, მე მივალ ჩემი ხელით გამოვართმევ. საათისფერო ბაჯია მის სახლშია, თავს ნუ შეირცხონ. იცოდე, ხვალ უნდა მომიტანო ეგ კურდღელი. კარგი. კარინა, თუ გინდა შეგვიძლია ხვალ ბუტიკში წავიდეთ. სერიოზულად, რომელ მაღაზიაში? სადაც მეამბოხეები ყიდულობენ. ხო, და რას მიყიდი? კარინა, ახალი მაისური, პიცა მეამბოხეებმა რა შეუკვეთეს? 3 მარწყვის მოჰიტო. მე რასელოდები გააკეთე. ჰეი, აის, მე მიმტანი ვარ, შენ ხარ ბარმენი, შენ უნდა გააკეთო. რა, ეგრე აღარ დამელაპარაკო. ვაუ. მეგობრებო, იმედი ახლა გამახარებთ და თქვენი ცეკვა მზად არის. დიახ, მასწავლებელო მაიკ, ცეკვა გავაკეთეთ, მაგრამ დარწმუნებულები არ ვართ რომ მოგეწონებათ. ხო, მასწავლებელო მაიკ, არ ვიცი, ძალიან მრცხვენია, ბიჭები ამ ცეკვის გამო დამცინებენ. პროვასტი ჩვეულებრივი ცეკვაა. კარგი მეგობრებო, მიდით მაჩვენეთ, გააუცეთ მასწავლებელი მაიკი. კარგი, მზად ხართ, დავიწყოთ, მასწავლებელო მაიკ, გვიყურეთ. 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 მოიცადეთ მეგობრებო, გაჩერდით. აბა რას ფიქრობთ მასწავლებელო მაიკ? მეგობრებო, არ ვიცი, ეს თქვენი ბოლო მოძრაობა არ შეიძლება, რამე უკეთესი უნდა მოიფიქროთ. მასწავლებელო მაიკ, ზედმეტი არ არის, დღეს ყველა ასეც ეკვლავს. ხო, ეს მოძრაობა თუ არ იქნება, ჩვენ არავინ არ შემოგხედავს. მასწავლებელო მაიკ, თქვენც ხო ეგრეთ ცეკვავთ. კარგით, მასწავლებელო მაიკ, გავაუმჯობესებთ. მეგობრებო, თქვენი ცეკვის სანახავად მასწავლებლები, მშობლები და დირექტორი მოვა. ამიტომ რაღაც სხვა უკეთესი უნდა მოიფიქროთ. მასწავლებელო მაიკ, ცეკვას შევცვლით და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, და ჩვენი თიამაყებთ. ხო, ლუზერებს უკეთესი შეუძლიათ. საუკეთესოები ვიქნებით ჩვენი ცეკვით. მასწავლებელო მაიკ, გვჭირდებით. ლუზერებო, გადით. კალათბურთელებო, მოიცადეთ, მეგობრებო, თქვენი იმედი მაქვს. მასწავლებელო მაიკ, იმედებს არ გაგიცრუებთ. კალათბურთელებო, გაგვიშვით. კალათბურთელებო, კარები დაკეტეთ. მაქს, კარები დაკეტე. მასწავლებელო მაიკ, თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ. თქვენ მეამბოხეებს უნდა დაელაპარაკოთ. მასწავლებელო მაიკ, ჩვენ ვარჯიშებიც აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩილიდერების გარეშე არანაირი ხალისი არ გვაქვს. ხო, და მასწავლებელო მაიკ, დიანაც მენატრება. ჩვენი мотиваცია საერთოდ გაქრა. და ჩილიდერებს რაზე გინდათ რომ დაველაპარაკო? ვარჯიშებზე რო დაბრუნდეთ თუ თქვენთან ურთიერთობაში. მასწავლებელო მაიკ, პირველ რიგში ისინი ბიჭებთან უნდა დაბრუნდნენ ურთიერთობაში, იმიტომ რომ თუ დაბრუნდებიან ვარჯიშების გაგრძელდება, ხო გესმით? მეგობრებო, გოგოების დაბრუნება მე რატო უნდა დაგეხმაროთ? უბრალოდ ყვავილები აჩუქეთ, პეჭედი აჩუქეთ და ისევ დაგიბრუნდებიან. მასწავლებელო მაიკ, როგორც ჩანს, მე ამბოხეებს კარგად არ იცნობთ. მათ საერთოდ არაფერი არ უნდათ. მე საერთოდ დამოვიწყდა კნოპას რა უყვარს. დათვები უყვარს, დათვები და დიანას ბაჭიები. ხო, მასკოთ მახსოვს. მეგობრებო, მიდით დაიბრუნეთ გოგოები. მალე ხო იცით არდადეგები მოდის. ამიტომ ექსკურსიაზე წავოთ, მარტოც იქნებით და ამას შეძლებთ. მასწავლებელო მაიკ, მადლობა, ძალიან დაგვეხმარით. ხო, ძალიან. მეგობრებო, ესე იგი ჩვენი თუ ნავცადოთ. სმაილ დათვი მომეცი გთხოვ.
მეგობრებო, წარმატებები, თუ გინდათ რამე მკითხეთ, ყოველთვის მსად ვარ დასახმარებლად. დიანა, შეიძლება მოусმინოთ შენ სახელ სიმღერას? გოგოებო, ცოტა ხანში რომ გამოუშვებ, შემდეგ მოусმენთ, მაგარი არის ძალიან. და მაშინ გათიშე გვაინტერესებს. ხო, ერთი სული მაქვს. კარგი გოგოებო, მოგასმენინებთ, მაგრამ დაწერეთ უკვე ყველაფერი? გოგოებო, რა კარგი ვარჯიში გამოგვივიდა. ასე თუ გავაგრძელებთ ვარჯიში, ყველაფერს მოვიგებთ. მაგრამ გოგოებო, ახალი სლოგანი გვჭირდება, ძველი საშინელებაა. რა თქვი? მაგ სლოგანმა ყველა გააოცა შეჯიბრებაზე რო იცოდე. კარგი, უბრალოდ შემოგთავაზეთ. ფრთხილად იყავი, რას ამბობ სოფი. გოგოებო, ნუ კამათობთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გავიხსენოთ რა არის ჩვენი მიზანი? რომ დავამარცხოთ ბანი. მომისმინეთ გოგოებო, მეოთხე გოგონა გამოჩნდა და უცბად თავდაჯერებულები გახდით? რა ქვია ამ ახალ გოგოს? სოფი ქვია დიანა. გოგოებო, არ ჯობია რომ ჩავიცოთ ფორმები და ვივარჯიშოთ? მე თანახმა ვარ ჩვენს. გოგოებო, ნახეთ რას ნიშნავს იყო ძლიერი გუნდის წევრი, როგორ ნერვიულობდნენ. ხო, არა უშავს ერთი თვეც და გავიმარჯვებთ. გოგოებო, აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვენს გუნდს კაპიტანი სჭირდება. იქნებ მე ამირჩიოთ. ეგ არ უნდა გეთქვა. მომისმინე სოფი, მე ერთ წელზე მეტია ჩირლიდერი ვარ, შენი აზრით აქ ტყუილად დავხტი ვარ? არა, მხოლოდ მე შემიძლია ვიყო კაპიტანი. ასე რატომ გაბრაზდა? კიდევ არ შეუძლია კაპიტნობა. ოღონდ ეგ არ უთხრა. გოგოებო, მე ამბოხეებო, ძალიან მაგარია რომ დაუბრუნდით ჩირლიდერობას. დღეს ჩვენს ზედებს ჩავიცვამთ, მაგარი იქნება. კარგია, ხო, კარგი ვარჯიში გვექნება. ერთი წუთით, არ მესმის, ჩემი პომპომები ვინა იყო, გოგოებო? ხო, ყოველთვის ამ თაროზეა ხოლმე. როცა გავიგებ ვინა იყო ეს პომპომები, შარში იქნება ის ადამიანი. დღეს ჩირლიდერი ვარ? ეს მერის ზედაა, რომ იცოდე. ანუ მერი უნდა გავაგდოთ გუნდიდან, ხო? მაგაში წარმატებას ვერ მიაღწევ. გოგოებო, შეიძლება შემოვიდეთ, ასაცმოს ხო არ იცვლით? ჯანდაბა, კალათბურთელები აქ რა მოიყვანა? ვიცვლით, არ შეგიძლია შემოსვლა. ხო, ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება გამოსაცვლელად და წადი აქედან. გოგოებო, უკვე გვიანია, სმაილის თავი შემოყოფილია კარში. გთხოვთ, გოგოებო, შეიძლება შემოვიდეთ. ძალიან გთხოვთ. კარგი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ არ დაგელაპარაკებით. მე ისედაც არ დაველაპარაკებოდი. ჯანდაბა, გოგოებო, არ უნდა შემოგეშვათ, ახლა უნდა ვივარჯიშოთ. მოკლედ, გოგოებო, კალათბურთელებს მოусმინეთ, ისინი ყველაფერს მიხვდნენ და შეიცვალნენ. კნოპა, ძალიან მენატრები. სად არის ჩემი მიამბოხე ჩირლიდერი? დიანა, შეხედე როგორი საყვარელი დათვია, შენთვის ვიყიდე. მათი იხმით ხვდები რომ იტყუებიან. სმაილს ხვედაშორის მე ბაჭიები მიყვარს. ხო და გუშინ დინმა მაჩუკა ბაჭია თავის ხელით გაკეთებული. გაიგეთ ბიჭებო, არ გაპატიეს, ახლა გადით, უნდა ვივარჯიშოთ. ბაჭიებო, იქნებ საკმარისია, თავი უკვე დაიფასეთ. ერთი წუთით მასკოტ არ მესმის, კალათბურთელების მხარეზე ხარ? კალათბურთელებო, თავისუფლები ხართ? მასკოტ დარჩები? ხო, უნდა ვივარჯიშოთ. კარგი მეგობრებო, ახლა ვარჯიში გვაქვს, მე კიდევ ვცადოთ. გოგოებო, კარგად. მასკოტ, გთხოვ, ნუ ცდილობ იმას, რომ შეგვარიგო კალათბურთელებს. თუ მოგვინდა, დაველაპარაკებით და შევურიგდებით. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და ვივარჯიშოთ კარგად. ნახვამდის. კარგად.